შედარებით ნაკლები ტურისტი და კარგი ამინდი სექტემბრიდან ნოემბრამდე და შემდეგ მარტიდან მაისამდე პერიოდში დაგხვდებათ. Ამ ბოლო დროს იმის გამო რომ ტურისტების მიმოსვლა მსოფლიოს ქალაქებში მუდმივ რეჟიმში მზარდია, ბევრი მოგზაური ამჯობინებს საშუალო, ანუ იგივე shoulder season-ზე მოგზაურობას. სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდი კი იდეალურია კეიპთაუნის სტუმრობისთვის და ცნობილი საფარი ტურის დაგეგმვისთვის. ამ პერიოდში ბუნება იღვიძებს და სანაპიროზე ვეშაპების ნახვაც კი არის ჯერ კიდევ შესაძლებელი. მარტიდან მაისამდე პერიოდს გირჩევთ ღვინის მოყვარულებს, სხვადასხვა ტიპის ღვინის ასაგემოვნებლად, სტელენბოშს უნდა ესტუმროთ. ეს პერიოდი ასევე იდეალურია მანქანით მოგზაურობისთვის. პრინციპში დაუბრუნდეთ მოდით საფარის, კრიუგერის ეროვნული პარკის ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდია მაისიდან ოქტომბრამდე. ამ დროს მშრალი სეზონი გვაქვს და საფარის ტურის იდეალური თანხმედრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო სამხრეთ αφრიკის ზამთარია, ჰაერის ტემპერატურა ძალიან დაბლა მაინც არ ჩამოდის. დაახლოებით 15-16 გრადუსი მაინც გვაქვს ხოლმე. ამავე პერიოდში შეგიძლიათ ვეშაპების სანახავი ტურით დაგეგმოთ. ამ დროს ისინი ნაპირთან ახლოს გადაცურავენ ხოლმე და პატარა იახტით მათი ახლოდან ნახვა არის შესაძლებელი. კეიპთაუნისა და სანაპირო ზოლისთვის დეკემბერი, იანვარი და თებერვალი დაგეგმეთ, გარდა იმისა, რომ თბილი საზღვაო ამინდია, ზუსტად ამ პერიოდში ეწყობა მრავალი ღონისძიება და გარე ფესტივალები, რაც მიმართულებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.